მეგობრებო, ახლა დავიწყებ ვიდეოების სერია, სადაც ვისაუბრებ პირველი მსოფლიო ომის შესახებ რეალურად რა ხდებოდა და როგორ დაიწყო და ასე შემდეგ და არა ისე როგორც უმრავლეს შემთხვევაში ასწავლიან. როგორ ასწავლიან ძვირფასო მეგობრებო, რომ ეს პირველი მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვია აი ამან. Assassination of Archduke Franz Ferdinand, the heir to the Austro-Hungarian Empire. And because იმან რა ქვია ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე მკვლელობა ფრანც ფერდინანდის მკვლელობამ გამოიწვია, რომელიც მოკლა by Serbian nationalist on July 28, 1914. 1914 წელს იგი მოკლეს სერბეთში ესე თქვა სერბულმა ულტრანაციონალისტურმა ორგანიზაცია, კერძოდ აქ არ წერია, მაგრამ შავი ხელი. მართლა მოკლეს, თორემ მისი ცოლიც ორიც და იყო მისი მკვლელობის და რატომღაც რა ვიცი, პირველიც და არ გამოვიდა და სულ შემთხვევით მერე რატომღაც ამ ფერდინანდმა არ ისურვა წასვლა უსაფრთხოების ადგილას და გააგრძელა, გეგონება არაფერი არ მოხდარა და მეორე ცდაზე მოკლეს. აქ ეს არ წერია, მაგრამ ეს რო იცოდეთ. წინამდვილეში ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, ძვირფასო მეგობრებო და არაფერი ის თქვათ არ ქონდა, ეს არ იყო მიზეზი რა ერთ სიტყვით. მიზეზი რა იყო? აგერ ერთად წავიკითხოთ ყველაფერი. The murder most Americans were led to believe prompted conflict between Russia, Serbia's ally, and Germany and Austro-Hungarian protector. ანუ თითქოს აი ამან დაიწყო ომი, კერძოდ გერმანია ავსტრო-უნგრეთს დაუდგა გვერდში, ხოლო რუსეთი, ბრიტანეთი და საფრანგეთი კი მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ. They were shielded from the fact that the war, like all wars, had been sparked by economic interests and that a conflict had been in the work for decades. Ano, სინამდვილეში რა თქმა უნდა ეს არ ყოფილა რაღაც ერთი იმის რა ქვია ადამიანის კიდე ორი ადამიანის ყოლობა მსოფლიო ომებს არ იწყებს. ყველაფერი იყო რა თქმა უნდა მეგობრებო ეკონომიკური ინტერესებით გამოწვეული, რომელიც ათეულობით წელი მანამდე მიმდინარეობდა. The creation of the German Empire under Bismarck upset the balance of powers that had existed in Europe for more than 2 centuries. მეგობრებო, ბისმარკის მიერ 1000 აქ არ წერია წელი აღარ მახსოვს, აქ წერია 1871 წელს. მოდის ბისმარკი გერმანიაში და იგი იწყებს საოცარ რეფორმებს, ეს ლეგენდარული პიროვნება და აძლიერებს გერმანიას რაღაც სასწაულად, რამაც აბსოლუტურად დაანგრია ის ბალანსი, რომელიც იყო ევროპაში, კერძოდ დომინირება, ასე ვთქვათ, ადვილად დომინირებდა ბრიტანეთი ადვილად დომინირებდა ესპანეთს, საფრანგეთს და ესპანეთს ძალიან, ასე ვთქვათ, ძალიან არ უჭირდა რა მათ, ანუ ბალანს ყოველ შემთხვევაში ხანდახან ესპანეთი და ის რა თქმა უნდა იყვნენ ძლიერები, საფრანგეთი, ნაპოლეონი გვახსოვს და ესპანეთის იმპერია, მაგრამ ის თქვა მინდა რომ ბალანსი მაინც ნარჩუნდებოდა, განსაკუთრებით არ იყო ერთ-ერთი რომელიმეს უპირატესობა. აი გერმანიის შემთხვევაში კი კერძოდ this supremacy again by Spain and France, but England always remained victorious. So English ყოველთვის უფრო ძლიერი რჩებოდაო. მაგრამ the fact that Germany now grew stronger by acquiring colonies in Africa and by building its military force was a severe threat to the economic hegemony of England. მაგრამ გერმანიის ასმა გაძლიერებამ, რომელმაც აფრიკაში კოლონიები დაარსა, მოკავშირეები გაიჩინა და ასევე ძალიან გაძლიერდა როგორც სამხედრო ისე ეკონომიკური მიმართულებით, ინგლისის ჰეგემონიას წყალი შეუყენაო. The counteract the rise of Germany, the international bankers who at the time were excluded from the economic development in Germany sought for ways to limit the control Germany. მაშინ ასევე მეგობრებო, ესე იგი, აქ არ წერია ეკონომიკური სკოლების დაპირისპირება იყო და ანუ თავისუფალი ვაჭრობა პროტექციონიზმის წინააღმდეგ. გერმანიაში პროტექციონიზმი იყო, ისინი ბრიტანელები თავისუფალ ვაჭრობას ემხრობოდნენ, მარტივ მიზეზის გამო, იმიტომ კი არა რომ რაღაცა პრინციპები აინტერესებდათ, მათ აწყობდათ თავისუფალი ვაჭრობა, იმიტომ რომ ზედმეტ საზღვაო ცივილიზაციებს აწყობთ თავისუფალი ვაჭრობა, ხოლო სახმელეთო ცივილიზაციებს აწყობთ
პროტექციონიზმი. Between 1894 and 1907, a number of international treaties were signed to leave Russia, France, England, and other nations unite against Germany in the case of war. ანუ 1894 წლებში გაფორმდა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებმაც რუსეთი, საფრანგეთი და ინგლისი გააერთიანა გერმანიის წინააღმდეგ. თუ ომი დაიწყებოდა, იმ შემთხვევაში თუ ომი დაიწყებოდა, it was the task of the so-called Committee of the 300 at the Round Table. აი ამ ასე ვთქვათ, ეს ხელშეკრულებები დადო ეგრეთ წოდებულმა 300-ის კომიტეტმა ჩრდილოვანი მმართველობა Deep State-ის, რომელსაც ერქვა ჩვენთვის უკვე წესით უნდა ნაცნობი Round Table group-ი, ანუ გვალი მაგიდის ჯგუფი, which later was known as the Chatham House, რომელიც შემდეგ ცნობილია როგორც Chatham House, დღესაც არსებობს Chatham House-ი. To set the stage for the World War. ამან ასე ვთქვათ მოამზადა მსოფლიო ომისთვის ყველაფერი. ანუ მიზანი რა არის? გერმანია უნდა დავამარცხოთ, ძალიან გაძლიერდა. Members of the committee included Lord Albert Grey, Lord Arnold Toynbee, Lord Alfred Milner, and Halford Mackinder, who became known as the father of geopolitics. იმაში იყვნენ Lord Alfred Grey, Lord Arnold Toynbee, Toynbee საერთოდ ის გახდა მე Chatham House-ის დირექტორი. დიდი ხანი იყო Chatham House დირექტორი, Lord Alfred Milner, Milner-ის ჯგუფი, ანუ Milner იყო მთავარი Deep State-ის ხელმძღვანელი, Rothschild-ის მარჯვენა ხელი. And Halford Mackinder და ალბათ ყველასათვის ცნობილი, ვინც აზზე მაინც რამე იცის გეოპოლიტიკაში, ლეგენდარული Heartland-ის თეორიის ავტორი Halford Mackinder. Edward Bernays, the so-called father of public relations, and Walter Lippmann. და ასევე ამას რა თქმა უნდა Deep State-დან ხარს უჭერდნენ ორი გიგანტი PR-ისა, ეს არის Edward Bernays და Walter Lippmann, რომელსაც საერთოდ Bernays საერთოდ father of public relations დაარქვეს, ანუ პროპაგანდის мама დაარქვეს, public relations. PR-ი არის პროპაგანდა, რო იცით, public relations, ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების мама დაარქვეს აი ამ დისციპლინას. Walter Lippmann იყო გაზეთ New Republic-ის რედაქტორი და იგი იყო აი ამ კომიტეტის 300-ის კომიტეტის მთავარი წარმომადგენელი. ასევე Lord Rothermere, ანუ Harold Hasworthy, რომელიც პროპაგანდისტვის Daily Mail, ცნობილ Daily Mail-ს იყენებდა, რომელიც იყო მთავარი პროპაგანდისტი პირველ მსოფლიო ომამდე და მან მოახერხა და მან მოამზადა ინგლისის და ბრიტანეთის საზოგადოება გერმანიის წინააღმდეგ. სრულად იტყუებოდა ყველაფერს, რა თქმა უნდა. Social conditioning. After the test period of 6 months, they had found that 87% of the public had formed opinions without rational or critical thought process. აი ეს 6 თვის განმავლობაში ამზადებდა ბრიტანეთს გერმანიის წინააღმდეგ ომისთვის Daily Mail, გაზეთი Daily Mail და აღმოაჩინა, რომ ამ იმის ბოლოს 87% ადამიანებისა აბსოლუტურად პრობლემების გარეშე იჯერებდნენ ტყუილს, ხოლო 13% უფრო კრიტიკული აზროვნებით გამოირჩეოდა. Thereupon the English working class became subjected to the constant onslaught of propaganda designed to convince them that they were obliged to send their sons by the millions to their death. და პროპაგანდის ის იყო, ანუ გერმანიის დემონიზირება, რამაც ასე ვთქვათ დაარწმუნა სრულიად იდიოტი გამოშტერებული ადამიანთა ჯგუფები, რომ გაეგზავნათ ხალხი ინგლისელები გერმანიის წინააღმდეგ აეხედრებინათ. ეს წინვალე შრომა წაიკითხეთ Jan van Helsing's Secret Societies and Their Power in the 20th Century. ეს არის ღრმად დოკუმენტირებული შრომა, რომელიც გვამცნობს ისეთ რაღაცებს, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებმა არ იციან. The experiment verified that human beings can be conditioned as easily as rats. და ამ ექსპერიმენტმა დაადასტურა ის, რომ ადამიანების გაწვრთნა ისევე შეიძლება, როგორც ვირთხების. ასკვნის Walter Lippmann, ანუ აი ამ ასე ვთქვათ Round Table-ის წარმომადგენელი. ეს არის პირველი რაც მინდოდა მეთქვა ამ ვიდეოში. ბევრი ვიდეო გამოვა პირველ მსოფლიო ომზე, დროებით გემშვიდობებით.